25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი და ავტოკეფალიის აღმდგენელთა სულების საოხად პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომაღავლინა. თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზუიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ყოვლად სამღვდელონო, დემთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ქვეყნის და ეკლესიის ცხოვრებაში. ავტოკეფალია არის ეკლესიის დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა მე-5 საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიისგან წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით და ძალის ხმევით. და ეს მოვლენა იქცა საფუძვლად და მამოძრავებლად მთელი ჩვენი ქრისტიანული კულტურის, წიგნობრობის და მსოფლმხედველობის. და ჩვენ დღეს გადავიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და ვმადლობთ უფალს ამ დიდი მადლისა და წყალობისთვის. ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია განუწყვეტლად გრძელდებოდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველის უკანონო ბრძანებით გააუქმეს ჩვენი ავტოკეფალია. კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე გაიწვიეს საქართველოდან, რაც ფაქტობრივად გადასახლებას ნიშნავდა და საქართველოს ეკლესიის მმართველობა ჩააბარეს რუსეთიდან მოვლენილ საგანგებო პიროვნებას ეგზარქოს. აი ეს ვითარება უმძიმესი ჩვენი ეკლესიისთვის და ერისთვის 106 წელიწადს გაგრძელდა. და აი ამ პერიოდს ასე ახასიათებს წმინდა კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. მინდა წაკითხოთ ამონარიდები მისი ქადაგებიდან და წერილებიდან. დიდი რუსეთის ეკლესიის თავი ვერ მიუდგა პატარა საქართველოს ეკლესიის სხეულს. მან მოაშორა საქართველოს სულის ხელმწიფე, ჩაუკეტა ტვირთმძიმეთა და მაშრალთა ნავთსაყუდელი და წმინდა ნინოს ეკლესია გადააქცია მართლმადიდებელი აღსარების უწყების განყოფილებად. ჩვენი ენის, ზნეჩვეულებების და წარსულის უცოდინარი სინოდის ეგზარქოსები საქართველოს ეკლესიას მართავდნენ ბრწყალებში ბრძანებითა მისი უდიდებულესობის აითა და არა ჯულის კანონის და საქართველოს ეკლესიის კრებათა ხელმძღვანელობით. ხოლო ადგილობრივნი ეპისკოპოსნი და მღვდელნი ახალი მდგომარეობით ხელფეხ შეკრულნი ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, მართლისა დამტკიცებას და გულარძნილისა განხდას. აი ასეთი მძიმე ვითარება გრძელდებოდა 1917 წლამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს წინაპრებს არ დაუკარგავთ იმედი და არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის. და მათი ეს ძალისხმევა საბოლოოდ დაგვირგვინდა წარმატებით. 1917 წელს ჩვენმა იერარქიამ, სამღვდელოებამ ისარგებლა რუსეთში 1917 წელს თებერვლის რევოლუციის მოვლენებით და იმავე წლის 12 მარტს ძველი სტილით
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღვლენილი წირვის და პარაკლისის შემდეგ დამოუკიდებლობის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა. ეს იყო ზეიმი და სიხარული მთელი ერისთვის. ეს იყო უდიდესი მოვლენა, რომელსაც სულ მალე მოყვა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მინდა დღეს განსაკუთრებით თქვენთან ერთად მიულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ დააგვირგვინა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. მისი დიდი ავტორიტეტით, დაუღალავი ძალისხმევით 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო და აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული, რაც გამოიხატა საგანგებო სიგელების გადმოცემით და მაშინ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ თქვა, რომ აი ამ საბუთებს ქართველი ერი ელოდა 1500 წლის განმავლობაში. და ეს ისეთი დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებია, რომ ამიერიდან ვეღარავინ შეძლებს ხელყოს ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. და დღეს მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად ვალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის. ამისთვის გმართებს ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იღწოდა და იბრძოდა ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენისთვის და პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ პატრიარქებს, კირიონს, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, რომლებიც აი ამ წმინდა ტაძარში განისვენებენ და სხვა ჩვენ დიდ პატრიარქებს, მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს და სხვა სასულიერო და საერო ჩვენს სასიქადულო პირებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირა დიდ მარხვაში ეძღვნება ჯვრის თაყვანისცემას. ჯვრის ძალამ და მადლმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მეცნიერები ესწრებოდნენ. ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს დღე თავისი მნიშვნელობით არის ძალიან დიდი, რადგანაც დღევანდელ დღეს ძველი სტილით 12 მარტს, ხოლო ახალი სტილით 25 მარტს 1917 წლისა სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადდა ავტოკეფალიის აღდგენა, რომელიც საუკუნეზე დიდხანს იყო გაუქმებული რუსეთის იმპერიის მიერ. სამწუხაროდ არა მხოლოდ საეკლესიო დამოუკიდებლობა ავტოკეფალია, არამედ პოლიტიკური დამოუკიდებლობაც იყო გაუქმებული და აი სწორედ 1917 წელს ეკლესიაში შეიკრიბა სასულიერო და საერო დასი, რომელთაც გამოაცხადეს ეკლესიის დამოუკიდებლობა და დადეს ფიცი, რომ ისინი დაიწყებდნენ ბრძოლას პოლიტიკური ქვეყნის დამოუკიდებლობისთვისაც, რომელიც 1 წლის თავზე უკვე შეძლეს და ქვეყანაც კი გახდა პოლიტიკურად დამოუკიდებელი და თავისუფალი. თავისუფლება, დამოუკიდებლობა ეს არის დიდი ღირსება, რომელიც ღვთისაგან აჩუქარია და ამას სჭირდება მოფრთხილება და თუ ის დაიკარგება, სჭირდება მის დაბრუნებას ბრძოლა და სწორედ ამას ჩვენი დიდი წინაპრები შეეწირნენ, მათ თავდაუზოგავი შრომა გაწიეს და დღევანდელ დღეს აღვავლინეთ ლოცვები მათი სულების საოხად და უკდავსაყოფად. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლავთ. დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ზეიმობს ამავე ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. მოგეხსენება თქვენ, რომ ეკლესია ქართველი ერისთვის, საქართველოს სამოციქულო ეკლესია, ქრისტიანული ეკლესია ქართველი ერისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ქრისტიანულმა რელიგიამ ჩვენს ქვეყანაში განსაზღვრა
ქართველი ადამიანის ცხოვრების წესი, ზოგადად კულტურა, ხელოვნება და ასე შემდეგ. შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვა იყო ძალიან დიდი ტრაგედია 1811 წელს, ხოლო 100 წელზე მეტხანს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას სათავეში ედგა რუსი ეგზარქოსები და უკვე მოგეხსენება თქვენ რომ ჩვენი დიდი მამულიშვილების როგორც სასულიერო ისე საერო პირთა მოღვაწეობის შედეგად 1917 წლის დღევანდელ დღეს ძველი სტილი 12 მარტს ხოლო ახალი სტილი 25 მარტს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. მე მინდა სულს მიულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს სამღვდელო სამონაზდო დას და განსაკუთრებით მიულოცო ეს დღე მის უწმინდესობას, რომელმაც ეს პროცესი ავტოკეფალიის აღდგენისა დააგვირგვინა. მოგეხსენება თქვენ რომ 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ოფიციალურად აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. ულოცავთ სრულიად საქართველოს და ქრისტემ დალოცოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დაიფაროს მისი წილღდომილი ქვეყანა და ეკლესია. ავტოკეფალიის აღდგენა არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ხალხის რწმენის სიმტკიცესა და ერის ერთიანობის პროცესში. მე ულოცავ მთელ სამოციქულო ეკლესიას, ყველა მორწმუნეს ამ დღეს ქართველებსა და აფხაზებში. პირველ ყოვლისა მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი ისტორიული დღე 108 წლის წინ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ამ დროს ათასობით ქართველის თვალწინ მოხდა გამოცხადება საზეიმო ვითარებაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის. ავტოკეფალია ჩვენ ეკლესიას ჰქონდა მე-5 საუკუნიდან, როდესაც კათალიკოსი ჩაუდგა მას სათავეში ვახტანგ გორგასალის დროს, ხოლო მე-11 საუკუნიდან უკვე კათალიკოს პატრიარქი და საპატრიარქო გახდა ჩვენი ეკლესია და ის ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა ფეოდალიზმის ფეოდალურ საქართველოში შუა საუკუნეებში, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის ერთიანობის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ეკლესია საღვთისმსახურო ენა ქართული ერთიანი იყო, ერთიან ქართულ კულტურას ემსახურებოდა, უცხოეთში მრავლად იყო ქართული სამონასტრო ცენტრები და ასევე მას ჰქონდა ურთიერთობა სხვა მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებთან და ეს ასე იყო აგერ მე-18 საუკუნის ბოლომდე, მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. რუსეთმა გააუქმა 1801 წელს სახელმწიფოებრიობა, 11 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ამიერიდან წირვალოცა რუსულ ენაზე იყო და ეგზარქოსები ედგნენ საქართველოს ეკლესიას სათავეში, რასაც ქართველი ხალხი არ შეგვიებია, აპროტესტებდა, იბრძოდა და ეს ბრძოლა განსაკუთრებით გააქტიურდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და როდესაც რუსეთში მოხდა დიდი გადატრიალება, ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა, ეს მომენტი ყველაზე კარგად გამოიყენა ქართველმა ავტოკეფალისტებმა და გამოაცხადეს ავტოკეფალიის აღდგენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ფაქტიურად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა წირუძღოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მაშინ და შემდგომ, როდესაც ამ ავტოკეფალიის აღიარებაზეა საუბარი, მართალია რუსეთმა 1953 წელს აღიარა ტერიტორიული ავტოკეფალია, მაგრამ სხვა ეკლესიები არ აღიარებდნენ და მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გასწია იმისათვის, რომ ეს აღიარება მოსულიყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1990 წლის 4 მარტს მართლმადიდებლობის ზემზე აღიარა და აი მაშინ შეიძლება დავფიქრებულიყავით უკვე სერიოზულად, რომ კიდევ სხვა პროცესებიც იყო მოსალოდნელი და მართლაც ასე მოხდა. 91 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას წირუძღოდა ეს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. ულოცავ ყველა ამ დღესასწაულს. მინდა საქართველოს, სრულიად საქართველოს ყველა შვილს მიულოცო დღევანდელი დღე. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე და განმარტება რა დატვირთვა აქვს დღევანდელ დღეს და რას ნიშნავს ზოგადად არა მხოლოდ ჩვენი მართლმადიდებელი სამყაროსთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის. ამის განმარტება ქართველ ხალხს არ ჭირდება. მინდა წარმატება უსურვო, გამარჯვება უსურვო. მე მაქვს პატივი წარმოვადგენდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც არის საქართველოს ქართული სახელმწიფოს ბედით სანაზი არის და დღეს უნივერსიტეტის აბსოლუტური უმრავლესობა იყო
წარმოდგენილი დღევანდელ ღონისძიებაზე. დღეს ჩვენი ეკლესიის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე არის, რადგან მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ძალიან დიდი ძალისხმევით და მონდომებით და ღვაწლით მთელმა მსოფლიომ დღევანდელ დღეს მსოფლიო მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა ჩვენი 60 ქულო ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ და ამასთან დაკავშირებით დღეს მისმა მაღალყოლადო სამღვდელოესობამ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი და ჩვენ ასე ვთქვათ სემინარიის მგალობელთა გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა დღევანდელ მსახურებაში და შევავედრეთ ჩვენი ეკლესია უფალს და კიდევ ერთხელ მადლობა შევწირეთ ჩვენს დიდ წმინდა პატრიარქებს და ყველა იმ პიროვნებას, რომელმაც ასე ვთქვათ წინა საუკუნეში ძალიან დიდი ღვაწლი გასწია ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში. შეგახსენებთ, რომ 1917 წლის 25 მარტს ღვთისშეწევნითა და გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით 100 წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს 60 ქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. ეს იყო და არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ავტოკეფალია აღდგენილი ეკლესიისთვის აუცილებელი იყო ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდანაც აღიარების მოპოვება. და აი 1990 წელს დიდმარხვის პირველ კვირადღეს მართლმადიდებლობის ზეიმზე, მაშინ ეს დღესასწაული 4 მარტს მოუწია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დიდი ძალისხმევით კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლად უწმინდესმა დიმიტრიოს პირველმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი ტომოსი. ამავე დღეს 1990 წლის 4 მარტს მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას უბოძა საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი მეორე სიგელიც. მართლმადიდებლობის ზეიმზე დაგვირგვინდა სასიქადულო პატრიარქთა კირიონის, ლეონიდეს, ამბროსისა და მათ თანამებრძოლ მამულიშვილთა მიერ დაწყებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საეკლესიო საქმე და მოციქულთა მიერ დაარსებულმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი ავტოკეფალიის დამსახურებული საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 2025 წლის მთავარი გამოწვევა სალოტბარო სკოლებში ქართული ტრადიციული გალობის სწავლების გაძლიერება იქნება. ლოტბარიდან მგალობელი ფოლკლორის ცენტრის სამტრედიის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი ბესიკ მახათაძე საქართველოს მასშტაბით ყველა სალოტბარო სკოლის გალობის მიმართულებას გაუწევს კოორდინაციას. სალოტბარო სკოლის მოსწავლეები საეკლესიო მსახურებაზე უკვე გალობენ, თუმცა ფოლკლორის ცენტრის გადაწყვეტილებით წლის ბოლოს გალობის შესრულება სალოტბარო სკოლის ყველა მოსწავლე შეძლებს. როგორც ბესიკ მახათაძემ აღნიშნა, სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გალობის ფესტივალში, რომელიც მაისში გაიმართება. 200 წლის განმავლობაში საქართველოში ქართული გალობა იდევნებოდა, რამაც ძალიან დიდი დარტყმა და ძალიან დიდი დანაკლისი მოგცა საეკლესიო გალობის მიმართულებად. ამიტომაც ნამდვილად უფრო მეტი ძალისხმევა, უფრო მეტი ჩართულობა ჭირდება ამ სფეროს, რომ გალობამ დაიბრუნოს თავისი ბუნებრივი ადგილი, რაც არის ეკლესიაში ქართული ტრადიციული საგალობლების შესრულება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ განსაკუთრებით 2025 წელს უფრო მეტად გავააქტიუროთ მუშაობა და ჩართულობა საეკლესიო გალობის მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ რეგიონებში დიდი დანაკლისი არის ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენი სკოლები, ჩვენი სალოტბარო სკოლები სწორედ აი ამას ემსახურება, რომ ბავშვებში, ახალგაზრდებში გავაჩინოთ უფრო მეტი ინტერესი გალობის მიმართულებით. 2025 წლიდან გალობის მიმართულებით გააქტიურება მოიცავს პირველ რიგში თეორიული ცოდნის გაღრმავებას ბავშვებში, თუ რა არის გალობა, რატომ უნდა გალობდეთ ტაძარში, როგორ უნდა
ვასრულებდეთ გალობას, რით არის გამორჩეული ქართული გალობა, სფერო დიდი არის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ზოგადი კურსი ჩაუტაროთ და ზოგადი განათლება მივცეთ ამ მხრივ ჩვენს მოსწავლეებს. ასევე პრაქტიკული მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი სიახლეები ჩვენი მოსწავლეებისათვის, კერძოდ 2024 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაარსდა გალობის ფესტივალი, გალობის მერცხლები. 2025 წელსაც იქნება, რა თქმა უნდა, მაისის თვეში, სადაც ჩვენი ყველა სკოლა იქნება ჩართული ამ ფესტივალში. ასევე სიახლე გვაქვს გალობის მიმართულებით, რომ პირველად ჩვენი სკოლების ისტორიაში მოხდება საგალობლების სტუდიური ჩაწერა. ყველა სკოლის ჩვენ ვაძლევთ სკოლებს ამის შესაძლებლობას, ვინც მოემზადება და ვინც გამოთქვავს, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობას, ცენტრის მოძრავი, ასე ვთქვათ, მოძრავი სტუდია, ხმისჩამწერი სტუდია ჩავა მათთან ადგილზე და მოხდება, რომელსაც ლოტბარი გადაწყვიტავს იმ საგალობლის ჩაწერა. შემდეგ საუკეთესო ჩანაწერებისგან ესეც სიახლე და ესეც პირველად მოხდება, საუკეთესო ჩანაწერებისგან ცენტრი აპირებს, რომ გამოსცეს აუდიო ალბომი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 44 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ხალხურ სიმღერას და საგალობლებს. გარდა ამისა, ტარდება ქართული ზეპირსიტყვიერების გაკვეთილები. სალოტბარო სკოლებში სწავლება კი უფასოა. ხელით წერის პრაქტიკა გონებრივ ფუნქციებს აუმჯობესებს. ამ საკითხზე მეცნიერებმა ჰოლანდიაში კვლევა ჩაატარეს. კვლევამ დაადასტურა, რომ ხელით წერა არ არის მხოლოდ ინფორმაციის ჩაწერის საშუალება, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან გონებრივ ვარჯიშს, რომელიც ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას. დაკვირვებით დადგინდა, რომ ხელით წერა აძლიერებს სწავლების და მეხსიერების პროცესებს. ასევე ამცირებს დეპრესიის რისკებს. სპეციალისტები მოუწოდებენ ადამიანებს, რომ მიუხედავად ციფრული ტექნოლოგიების მარტივისა დაუბრუნდნენ ხელით წერას. მედიცინის ექსპერტების თქმით, ეს არის ტვინის ვარჯიშის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი. მეცნიერები მოუწოდებენ მოქალაქეებს დღის განმავლობაში რამდენიმე წუთი მაინც დაუთმონ ხელით წერას.